გრძელდება საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე. ისევ გადაკეტილი არის საავტომობილო მოძრაობა. ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ სიტყვით გამოსვლები. აქ ისევ რჩებიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები. ამ აქციაზე არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. მოვისმინეთ როგორც უკვე ვთქვით სიტყვით გამოსვლები, სადაც კიდევ ერთხელ ითქვა ის, რაც არის დღევანდელი აქციის მთავარი სათქმელი, უარი თვითმმართველობის არჩევნებს, რადგან აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა იგივეა, რომ ეს არის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა და ეს უდრის და ეს ნიშნავს რეჟიმთან თანამშრომლობას, რასაც ისინი ეწინააღმდეგებიან, ამბობენ, რომ აქცია უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად, აქტიური პროტესტი მშვიდობიანი გზით და ასევე ამბობენ, რომ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა. როგორც გითხარით, ამ აქციას უერთდებიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. ჩვენთან ერთად არის ლაშა კაცია, ნიკა კაციას ძმა. შეგვიძლია პირდაპირ ეთერში გავესაუბროთ. ლაშა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გვითხარით, რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი? პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რაც დაგვანახა დღევანდელმა დღემ და ვფიქრობ იმ პარტიებს, ვინც აპირებენ რუსული მთავრობის მიერ დაგეგმილ რუსულ არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ რამოდენიმე დღე აქვთ, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება, მოусმინონ ხალხს და ნახონ მართლა რა უნდა ხალხს და შეასრულონ ხალხის დაკვეთა. დღეს ის ხალხი შევიკრიბეთ, ვინც ვეწინააღმდეგებით ამ არჩევნებს, ზოგადად ამ არალეგიტიმური მთავრობის მიერ ნებისმიერ ჩანიშნულ რუსულ არჩევნებს ვეწინააღმდეგებით, ვუცხადებთ ბოიკოტს და მიმართავ ყველას, რომ რაღაცნაირად გაითვალისწინონ. მათ შორის საკუთარ პარტიებშიც ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ყავთ, არ ეთანხმებიან და უსმინონ ხალხის საკუთარი პარტიის წევრების ხმას და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დორჩება და ზუსტად იმის თქმა მინდოდა კიდე, რომ დღეს დავინახეთ ასევე ამდენი დღის განმავლობაში ესეთ ხალხმრავალი აქცია რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა. დღეს შედგა ესეც, ორივე მხარე რუსთაველის გადაკეტილი იყო, ძალიან დიდი მარში იყო და ფიქრობ კიდე ეს ის რაოდენობა არ არის, ვინც რეალურად მომხრეა მართლა, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ პარტიებმა არჩევნებს. ასე რომ რაღაცნაირად ძალიან ცოტა დრო დარჩათ, ხო ვიცი რომ 4-ში თუ 5-ში არის ბოლო დღე რეგისტრაციის და კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცნაირად მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, არ მიიღებენ მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ეს ორი პარტია, ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამისთვის აუცილებლად. რას ნიშნავს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება? თამამად ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის თქმის ბევრს ეშინია თუერიდება თუ რაღაცა, ჩემთვის პირადად არის ღალატი. და ღალატს ვარქმევ, იმიტომ რომ ადამიანებმა, რომლებმაც თქვეს, რომ თუ ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება ციხეში და ეს მოხდა ჩვენ შეხვედრებში, როცა ამ ოპოზიციურ პარტიებს ხვდებოდით, თუ ერთი პოლიტპატიმარი მაინც იქნება ციხეში, თუ არ ჩაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ისინი არავითარ არჩევნებში არ მიიღებდნენ მონაწილეობას და დღეს ვხედავთ, რომ რაღაც შეცვალეს, ასე ვთქვათ, მიდგომა და არ ვემხრობი იმ ადამიანებს, მოკლედ რომ გითხრათ, რომლებიც ერთს იტყვიან და მეორეს აკეთებენ, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა შემდეგ კოალიციური მთავრობით უნდა მართონ ქვეყანა და დღეს თუ ეს ადამიანები თავის სიტყვას არ ასრულებენ, მე უკვე მეპარება, რომ შემდეგ როდესაც უკვე მთავრობაში იქნებიან, მათ სიტყვას რაიმე ფასი ექნება ან რაიმე ღირებულს გააკეთებენ. ასე რომ სულ რამოდენიმე დღე აქვს, რომ შეცვალონ თავიანთი გადაწყვეტილება. მადლობა. ლაშა კაციას უსმენდით, სინდისის პატიმრის ნიკა კაციას ძმას, რომელმაც თქვა კიდევ ერთხელ, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არის ღალატი და ეს ნიშნავს რეჟიმთან თანამშრომლობას. ჩემთან ერთად არის ასევე მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც რამდენიმე შეკითხვას დაუსვამ. ირაკლი, მოგესალმებით. გითხარით კიდევ ერთხელ თქვენც რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი და რა დაგანახათ დღევანდელმა დღემ საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე. რეჟიმის ივანიშვილის რუსული რეჟიმის იმედი ყოველთვის არის ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, რომ ქართული ხალხი დაიღლება, მოსწინდება, ამოწურავს თავის ენერგიას და დაყრის ხალხმალს და შეეგუება ამ ქვეყნის რუსეთად გადაქცევას, რაც არის ფუჭი იმედი და ყოველი დღე და აი ესეთი ერთგვარი აფეთქებაც საზოგადოების გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის დიდი ენერგია და ძალიან ცხადად ხედავს ქართველი ხალხი თუ საითკენ უნდა იყოს ჩვენი გზა მიმართული და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ანუ ის ფაქტი, რომ დღეს ფაქტობრივად ისევ აღდგა გასული წლის დეკემბრის, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მასშტაბი საპროტესტო მოძრაობის და აჩვენა საზოგადოებამ, განწყობა, რომ ერთ დინარეში ორჯერ არ შედიან, რუსულ სპეცოპერაციაში კიდევ ერთხელ არავინ არ შევა, როცა ეს უკვე საქვეყნოდ კი არა და საერთაშორისო დონეზე გახდა ცნობილი, რომ ივანიშვილი და არჩევნები არის შეუთავსებელი რამ და აი ეს წყობრი წინააღმდეგობის და გამარჯვებისკენ წყობრი
სვლის განწყობა, რაც არის საზოგადოებაში, არის თავარი და გადამწყვეტი და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით გამარჯვებას ერთად ამ ქვეყნის გათავისუფლებას და ივანიშვილის რუსული რეჟიმის წარსულისადმი ჩაბარებას. მადლობა. უარი რუსულ სპეცოპერაციას, უარი თვითმმართველობის არჩევნებს. აქ შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთადერთი არჩევნები, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს, ეს არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს აუცილებლად თავისუფალ გარემოში.